მოგესალმებით ყველას, მე ვარ გიორგი მოდებაძე და ვაგრძელებთ მე ფორმატთან დაკავშირებულ საკითხების გარკვევას, გარჩევას, რავი. ნელ-ნელა უახლოვდებით მეფის ფორმატის შემუშავებასთან დაკავშირებით საკითხების გარჩევას. ჯერ მოსამზადებელია, ჯერ კიდევ. პრაქტიკაზე გადავედით, მაგრამ მაინც რაღაცეები გასარჩევი და სასწავლი. რა თქმა უნდა, მე ძალიან წერ ინფორმაციას გაძლევთ, თუმცა რასაც გაძლევთ, ეგ მინიმალურია, ძალიან მინიმალური. კარგით, მოდით ახლა დავიწყოთ. დღევანდელი თემა არის მანქანური ენა. წინაზე ჩვენ ვისაუბრეთ ასემბლერზე, პრინციპში ორი პროგრამა განახეთ, რა და როგორ არის, ასევე ეს პროგრამები არ იყენებენ, მინდა გითხრათ, ბიბლიოთეკებს, პირდაპირ ოპერაციული სისტემის ბირთვზე ზიან და ვაფშე საერთოდ არაფერს არ იყენებენ. მუშაობენ ესე ვთქვათ, მაინც. თქვენ ნახეთ, რომ ნამდვილად მუშაობენ. ხო, ეხლა რაც შეეხება მანქანურ ენას. მე ეხლა რაღაცები გამზადებული მაქვს წინა ვიდეოსია, ეს არის უკვე ახლანდელი. აქ make file-ში პრინციპში არაფერი არ იცვლება. ერთადერთი, იცით რა არის, მოდი პარემ დავამატო, რომ აღარ შემდეგში რომ აღარ მომიწიოს ეს სცენარს დავამატებ. და მეორეშიც პრინციპში მეორე make file-შიც არ არის და ამიტომ დავამატებ ამას. ეს მოდის დავყუროთ, ესენი აღარ დაგჭირდება. ანუ იგივეა რა ფაქტიურად, არაფერი ეცვლება, ცვლილებები გვაქვს აი აქ. აქ იგივეა, მაგრამ აი აქ არის ცვლილებები. ანუ როდესაც თქვენ ასემბლერზე წერთ, ეს კიდევ ადამიანისთვის, ჯერ კიდევ ადამიანისთვის არის გასაგები ენა, მაგრამ მანქანური უკვე აღარ არის გასაგები. ეხლა აი აქ ამაქვს ზუსტად ის პირველი პროგრამა, ოღონდ ეს არის უკვე მანქანურ ენაზე. ანუ ეს არის ნამდვილად პროცესორის ენა. DB მე უკვე გითხარით, ეს არის data byte. ანუ აი ეს არის ბაიტები. ბაიტების მასივია რა. 1 2 3 4 5. ანუ აი ეს რაც არის 5 ბაიტი. აი ეს არის ზუსტად ის რაც ჩვენ თქვით, ეს არის მანქანური. ანუ აი ეს ასემბლერის კოდია. კოდია და ეს ასემბლერის ბრძანება გადაითარგმნება ზუსტად აი ამაში. ანუ ფაილში აი ამის მაგივრად ჩაიწერება აი ეს რა. იმ მიმდევრობით ან მიმდევრობითაც მე მაქვს ახლა აქ. ეხლა აქ შეგვიძლია გავარჩიოთ პრინციპში ეს რაც არის. მოდით ამას იცი რა არის, აი გამოვიდან. ახალი სლაიდი გავაკეთოთ და ჩავსვათ აი აქ. გაიგოს ესე აქ ერთადერთი აი აქ შემიძლია აი ესე გავაკეთოთ. всё, აი კარგია. ეხლა მოდით გავარჩიოთ ეს რა ჯანდაბა. ანუ ეს არის move EAX60. ეხლა ვერთ ეს EAX-ი არის 32 ბიტიანი, ანუ იგივე 4 ბაიტი. ანუ სულ ბოლო აი ამ ბრძანების 4 ბაიტი არის 60, უყურეთ. აი ეს. ეს 60 16 ბიტში არის ასეთი რაღაცა 0x3c. უყურეთ. აი ეს 4 ბაიტი არის 60. ეხლა უყურეთ რა ხდება. ეს რო ჩავწეროთ ეს 60 ზუსტად 16 ბიტში 4 ბაიტად, მაშინ აქ წინ უნდა გავუკეთოთ ესეთი რაღაცა. ანუ ეს არის 1 ბაიტი, 2 ბაიტი, 3 ბაიტი და მე 4 ბაიტი. ოღონდ ინტელის პროცესორში მეხსიერებაში და ფაილში მონაცემები ჯდება lit-endian კოდირებით. რას ნიშნავს? ანუ 16 ბიტში თუ მაქვს აი ეს რიცხვი დაждდება აი ესეთ მიმდევრობით 3c, 3c 0
აი ესეთი დაჭდება. ანუ რა ეს 0 იქნება განთავსებული, აი ეს 0 იქნება მე უკვე შემდეგ, ანუ ერიქით მივდივართ რა. მე ეს 0 იქნება აქ და მე აი ეს 3 იქნება აი აქ. მე მგონი აქ გავარკვიეთ რაც არის, ხო? ახლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგში ჩვენ გვაქვს 0 ანუ b8. ეხლა აქ b ანუ ეს 4 ბიტი არის 4 ბიტი ბაიტია შეგეშალოთ ბიტი ამი აქ დავწეროთ b ეს b არის 11-ია ანუ 10 ბიტში გადავიყვანთ არის 11 და 8 16 ბიტში და 10 ბიტში 8 მაინც 8 არის ამიტომ აქ 8 ანუ ეხლა მე დავწერ 10 ბიტში ამ ყველაფერს მაგრამ აი ეს მოდი კალკულატორს გამოვიყენებ და 11 b არის თუ არა კი აი b არის კი აი b არის ეს არის 8 ანუ ფაქტიურად ეს არის 4 ბიტი ესეც 4 ბიტი ორივე ქმნის 1 ბაიტს ამ იმას აი ეს 11 რაც წერი ეს არის ყველა ბრძანებას აქვს ოპერაციის კოდი ოპკოდი ესე შემოგრებით არის და ეს არის ოპერაციის კოდი ანუ ოპკოდი აი ეს არის უკვე რეგისტრი აგრესი ანუ EAX არის 8 აი ეგეთი რაღაცა ხედავთ აი ამაში არის კოდირებული რა B არის ოპერაციის კოდი ანუ ოპკოდი 8 არის რეგისტრი ანუ ოპკოდი ის movie ანუ 11 არის movie ანუ უბრალოდ აი ამ 5 ბაიტს რო წამოიღებს პროცესორი თავისთან მეხსიერებიდან ხო უყურებს აბა რა არის პირველი გაწერია აჰა ოპერაციის კოდი არის B ოპა ესე იგი movie უნდა movie გასაკეთებელი აბა სად არის movie გასაკეთებელი აჰა EAX რეგისტრში ოკეი აბა რა არის გასაკეთებელი ანუ რა 60 ჩასაწერი და ამას აკეთებს პროცესორი ესეთნაირად მუშაობს რა ну რავი მე მგონი ახსენი ასე თუ ისე რაღაცნაირად ოკეი წაი კარგი გავიდეთ შემდეგზე აი ეს არის ესეც არის მანქანური ენა და რა move edi მოდი გადავაკოპიროთ ესეც და გავარჩიოთ ეს მოდი აქ ცალკე სლაიდად გავაკეთოთ და ეს ახლა ეს ისევ შესაძლებელია აი არა უშავს ანუ ის შავი და ეს იყოს თეთრი ესე ხო ну მოდი ბევრი რო არ ვიტანჯო კაი იყოს არა ნიშნობა რა აქაც ახლა ეს 16 ბიტში არის რა ანუ სულ 16 ბიტს თუ დავწერთ 16 ბიტში ანუ ყველა ბაიტს თუ დავწერთ აი ნოლები სულ 1 2 3 და 4 ხო ლიტლენდიანის დროს ნუ ისევ ნოლები იქნება ანუ აი ეს არის რა ფაქტიურად ნოლებია ყველა აქაც ნოლია ამიტომ ნუ აქ გასაგებია ეხლა რა შეეხება ოპერაციის კოდი უბრალოდ ისევ B არის ანუ 11 მაგრამ არის F უკვე F არის უკვე რა რეგისტრი რომელი არის ანუ ED ანუ ეს არის 10 ანუ 10 ბიტში არის 10 F არის 10 რა 10 ბიტში მაპატეთ 10 კი არის 15-ია მაპატეთ შემიშალა 15 ანუ რა EDI არის 15 ანუ EAX ყოფილა 8 EDI არის 15 ანუ გადანომრილია რა ფაქტიურად ჩვენ კი ასემბლერის პროგრამაში თითქოს სახელებს ვიყენებთ მაგრამ ეგ სახელები კონვერტირდება რაღაც კონკრეტული რიცხვებში რა აი ესეთი რაღაცა არის რა და მე არის აი ეს 2 ბაიტიანი ბრძანება არის syscall ანუ რა ფაქტიურად ოპერაციული სისტემის ბირთვის სერვისის გამოძახება ხდება უკვე ანუ ნაკადი user mode-დან გადადის kernel mode-ში აი ამ ბრძანების შესრულების შემდეგ და მე უკვე ნუ რესურსების აშლა მიდის აი ეს არის ანუ ფაქტიურად აი ეს ჩვენი პროგრამა მინიმალური Linux-ისთვის შედგება ანუ ეს არის 5 ბაიტი და მე 2 ბაიტი ანუ 12 ბაიტიანია სულ
ანუ ეს აი კოდი თვითონ მანქანური არის 12 ბაიტი. მეტი არ არის. აი ესეთი საინტერესო რაღაცები გვაქვს. так, ეხლა კიდევ რა გვინდა. ну აი ძალიან ის არის რა. აქ შეიძლება რა ვთქვა კიდევ. ხო, უყურეთ სხვადასხვა ბრძანება არის სხვადასხვა ზომის. აი თქვა პირველი ორი ბრძანება არის 5 ბაიტი და მეორე ბრძანება, აი სუბოლოო ბრძანება მესამე არის 2 ბაიტი. ანუ ინტელის პროცესორებში ბრძანებების ესე ვთქვათ ზომა სხვადასხვა. შეიძლება 1 ბაიტიანი იყოს, 1 ბაიტიანს ნაკლები არც ისეთი ბრძანება არ არის, 1 ბაიტი შეიძლება იყოს 6-7, 8, შეიძლება უფრო მეტიც კი იყოს 15 ბაიტი. ani ბრძანებებიც არის. ესაც შეეხება ამ მინიმალურ პროგრამას, ეს არის უკვე ისა უკვე მეორე პროგრამა, ანუ წინა ვიდეოს მეორე პროგრამა, სადაც ტერმინალში ვეჭდავთ აი ამ ტექსტს, ანუ hello world. ну, აქაც პრინციპში თუ დააკვირდებით b არის, აი ყველგან b, სადაც movie-ა b არის. ოღონდ ერთადერთი movie, სადაც b არ არის კოდი. არის აი ეს აქ ცოტა სხვანაირად არის. ჩვენი ასემბლერში კი არის movie, მაგრამ movie-ა სხვადასხვანაირი. movie როგორ გითხრათ? სხვადასხვანაირი movie როგორ? მოდი ამას გავწევ. ლამაზად იყოს სხვადასხვანაირი movie-ში რას გულისხმობ, ეხლა გეტყვით. აი ამოვიღოთ მაგალითად აი ეს movie. ჯანდაბა, კაი. მე შევცვლი ამას. აი ეს movie ამოვიღოთ თავისი მანქანური, კაი, მანქანურიც ამოვიღოთ, ხო? იყოს პლანი. ანუ ეს მანქანური მანქანური ენაზე რო გადაითარგმნება კომპილაციის შემდეგ გვექნება ესეთი რაღაცა ბაიტების მიმდევრობა. და ამოვიღოთ კიდევ აი ეს ჯაბახანა აქ არ ვიცი სად დავტირის. მოდი ისე ცოტა ჩამოვიდეთ ქვემოთ. გავწიოთ ესე ცოტა ფონტის ზომები დავწიოთ 12 იყოს. ой, 13, 14. კაი, 14 იყოს. ხო, ეხლა ერთადერთი რაც მინდა ესე გავაკეთოთ, რომ გამოჩნდეს ისე როგორც საჭიროა. всё. ანუ აქ უკვე გვაქვს მოიცა მანქანური. ხო, მაგ პირიქით მაქვს ეს გაკეთებული. და კაი, ესე გავაკეთოთ ჯობია. ეხლა უყურეთ, აი ეს ბრძანება, ორივე ბრძანება movie-ა, მაგრამ ამ movie-ებს შორისაც არის სხვაობა. ანუ ეგ არ შეგეშალოთ. არის move reg, ანუ move reg რას ნიშნავს, ანუ რეგისტრი. ანუ ოდესაც მარჯვენა მხარეს რაც უნდა ჩაიწეროს რაღაცა, არის რეგისტრი და მოდი თქვენთვის გასაგებად დავწერ. და არის კონსტანტა. კონსტანტა რა არის? 1, 2, 3, -5, -30 და ასე შემდეგ. ანუ რიცხვი, კონკრეტული რიცხვი როდესაც არის. მაშინ მუბრძანების ისე ვთქვათ ფორმატი არის ასეთი 0x, ოღონდ აქ რეგისტრი უნდა იყოს 32 ბიტიანი. ანუ ხო აქ b უნდა იყოს და მერე უკვე რეგისტრის ნომერი, ანუ აქ რაც რეგისტრია მისი ნომერი უნდა იყოს იმით აღნიშნავ და მერე აი ეს კონსტანტა, ანუ რაღაცა რიცხვი რა რაც არის. 32 ბიტიანი. აი ეს არის ამ დროს, მაგრამ თუ არის ეს movie არის ვაფშე სხვანაირი movie-ა. ანუ ეს არის ესეთი რაღაცა რეგისტრი და ანუ მემორის მისამართი. ну აქ უკვე ვაფშე სხვანაირად არის. თუ არ ვწდები, ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი არის ესეთი რაღაცა.
და აი არის ეს არის რეგისტრის ისა რა ქვია ნომერია ეს ანუ ეს არის ოპერაციის კოდი ანუ ოპერაციის კოდი რა გამოდის 48 აი ეს არის 1 ბაიტი და ეს არის 4 ბიტი ანუ 1 ბაიტი არის 8 ბიტი და პლუს 4 ბიტი 8 და 4 ну 12 ბიტი და მე უკვე მოდის რეგისტრის ნომერი არის ეს 0 ну აქ რეგისტრის ნომერი რა იყო 8 ხო 08 აი ეს არის ну აქაც მოდი 0 დავწეროთ მაინც რა შეგვეშალოს და მე მოდის აი ეს უკვე არის მისამართი ვირტუალური მისამართი აი ამის რა ну string-ის რა ეგ არის რა ახლა აი ამას თუ დავწერთ უყურეთ 1 2 3 4 5 6 7 8 ანუ 8 ბაიტი გამოდის იმიტომ რომ 8 ბაიტი არის იგივე 64 ბიტი და ჩვენ 64 ბიტიანი სისტემაში ვართ ანუ ეს არის მისამართი უყურეთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 ანუ ეს არის მისამართი აი ეს MCG რომ არის ანუ string-ის აი ეს string-ის მისამართი ну ვირტუალური ეს ოპერატიული არ არის აი ვირტუალურს გადაქმნის მე ოპერატიულის მისამართი ანუ რეალურად თვითონ პროცესორი on მაგის იყენებს ოპერაციული სისტემის მიერ შექმნილ ცხრილებს მაგ თემაზე ვიცი მე ფაქტს რომ მაგდენი დრო და ის ქონეს შეიძლება ჩავწერო კიდე ზოგ მანამდე ასემბლერი შეიძლება ჩავწერო რა საინტერესოა ზოგადად ასემბლერი ბევრ რაღაცას აი ნუ შეგიძლიათ აი ჩახვიდეთ აი ძალიან ბოლომდე რა მაგარია ну ამ კუთხით მაგარი ასემბლერი თუ ისეთ პროგრამის წერა ასემბლერში ხო ну მოკლედ აი ესეთი რაღაცა გვაქვს ანუ ეს არის ოპერაციის კოდი ეს არის თვითონ რეგისტრი და ну ეს მისამართი აი მოკლედ აი ესეთი რაღაც კიდევ რანაირი მუვები არსებობს რომელიც ყველანაირი ოპერაციის კოდები აქვს შეიძლება იყოს კიდევ როგორი აი თქვათ reg ანუ რეგისტრიდან რეგისტრში კოპირება რა მნიშვნელობის კიდევ არის მაგალითად memory reg ანუ რა ანუ რეგისტრიდან რაღაცა რეგისტრში გაქვს რაღაცა მნიშვნელობა და წაიღო და ოპერატიულში ჩაწერო აი გარი კიდევ რომელია ერთიანი ხო და აი ესეთიც არის რა ხო აი ესეთი რეგისტრის არის რა მე აქ რეგისტრებსაც მნიშვნელობა აქვს რა 32 ბიტიანია 2 ბაიტიანია ანუ 4 ბაიტიანია 2 ბაიტიანი რეგისტრია თუ რა არის ანუ იმათ თავისი კოდები აქვს რა ну ახლა ეს აქ რეგისტრი არის 64 ბიტიანი და თუ არ შემეშალა ეს არის ისა ოპერაციის კოდი თუმცა შეგვიძლია რაღაცნაირად ნახოთ კიდეც ოღონდ ცოტა ეშმაკობას უნდა მიმართო და რა ეშმაკობას იცით ხო მე დაგპირდით რომ იქ გიხსნიდით პატარა რაღაცას მოდი ეს გავხსნათ და ეს არ ამიხსნია dis რა არის ანუ ეს არის object dump-ი ეს არის disassembler ანუ მანქანურზე ხო არის უკვე ეს პროგრამა და შეგვიძლია უკან გადმოვიყვანოთ assembler-ზე ოღონდ თლად ინფორმით არა როგორიც აქ გვაქვს მაგრამ ანუ დიახლოებით მოდით და ჯერ make-it გავუშვათ მოიცადეთ ერთი წუთით ხო, ну მოდით ახლა პრინციპში გავუშვათ, რომ დავწუნდეთ ჯერ და მე ვილაპარაკოთ მაგაზე. так გავუშვათ შესრულებაზე. ანუ ეს არის, აი უყურეთ, მანქანურია ეს კოდი და გავუშვათ make. აი დააკომპილირა გავუშვა და გავაკეთოთ კიდევ ცოტა გავადიდოთ make
აი hello world ნამდვილად აი ურეთ მანქანურია ანუ აქ პრინციპში კომპილაცია ხდება ანანაირი რა ანუ პირდაპირ წერთ ბაიტებს სხვათაშორის აი ეს ბაიტები რაც არის ახლა აი ეს ხო ეს არის shell კოდი ქვია რა მე ვახსენებ ბევრჯერ shell კოდის ხო ეხლა მოდით გადავიდეთ იქ სადაც ვიყავით და кайკამ ხო დისასემბლირება გვინდოდა დისასემბლირებისას გვინდა ჯერ თვითონ ფაილი რო არსებობდეს მოდით ჯერ make დავაკომპილიროთ თან გაუშვა და მე make this აი ეს არის მოკლედ დისასემბლირება ანუ -des რო დაწერთ დისასემბლირება მოხდება აი ეს არის გვეუბნება რომ ეს არის ფაილის ფორმაც გვეუბნება ეს არის f64 x8664 ანუ ეს არის 64 ბიტიანი მაგრამ არის ინტელისთვის ან AMD 64 ბიტიანი პროცესორებისთვის მე აი ეს არის უკვე დისასემბლირება აი ამ მანქანური იმისა ქვია კოდის სექციისა და პირდაპირ გვეუბნება რა არის აი ეს არის ესე ვთქვათ ცოტა სხვანაირი ფორმატია ეს ანუ ჯერ მოდის კონსტანტ ანუ 60 და მერე მოდის რეგისტრი აი ესეთი ანუ პირიქით არის სინტაქსია მე რომელსაც ვიყენებ ეგ არის ინტელის სინტაქსი აი ეს არის GCC სინტაქსია ხო რა ну პირიქით არის ну ბაიტების მიმდევრობა ეს არის ანუ ფაილი შევეც ჩაიხედოთ მოკლედ აი ესეთნაირად არის ისე შეგვიძლია ვიპოვოთ ეგა აი ჯიგარი აი ესენი სად არის ანუ 8B 8B 3C ოღონდ აი აქ უნდა გავხსნათ როგორიც და აი ეს extension უნდა იყოს hex editor-ი და შეგვიძლია პრინციპში ვნახოთ ეგ აი აქ აი სწორედ open with და მე ეს text editor-ი კი არა hex editor-ი აი ეს არის მოკლედ ჩვენი გადაკომპილირებული ფაილი გახსნილი ოღონდ თითოეული ბაიტი არის აი ეს 16 ბიტში ანუ ეს არის პირველი ბაიტი მეორე მესამე მეოთხე და ასე შემდეგ ეხლა ჩვენ გვინდა აი ხედავთ რამდენი ცარიელი ადგილებია უნდა ხინა ცარიელი ადგილებია ხო ეხლა ვეძებ ავიდეთ და მე შეგვიშვ აი აქ უნდა იწყებოდეს სადღაც აი ეს არის აი ბრძანება არის ეს აი ეს არის პირველი ბრძანება აი ეს არის მეორე ბრძანება აი ეს არის უკვე სისტემ კოდი აი ხედავთ პირდაპირ მივაგენი იმას რა ქვია ჩვენ კოდს უკვე მანქანურში ხო მოკლედ აქ უკვე რაღაცეებია ეს Linux-ის და Linux-ის რა elf-ის ფორმატის დებილობებია სისულელეები მეტ შემიშვა შექმნა ჩამოგიდო და ჩამოახრჩო ხო ნუ მოკლედ აი ესეთი რაღაცეები გვაქვს რა ხო მე ხა მანქანურზე გადავიდეთ ისევე და ნუ დავწოდით რომ ნამდვილად მუშაობს და აი მანქანური არ არის ეს მაგალითად აი ეს მანქანური ну акაც პრინციპში განახეთ უკვე აგიხსენით რა და როგორ არის და ეხლა ну გაშვებითაც გაუშვით მე მგონი აი მოკლედ მუშაობს მოკლედ საინტერესო თემა იყო ჩემი აზრით რავი თუ აუცილებლად როდესაც უყურებთ აუცილებლად გააკეთეთ ახლა ეს 13 სადა გვაქვს აი ხო ეს 13 ბაიტია აი ეს არის 13 D არის 13 აი ხო ეხლა როგორ უნდა გაგვეკვია ჩვენ move აი ამის ფორმატი ხო ამის ფორმატი რო გავარკვიოთ უნდა გადავიდე ისევ აი ამაში მეტიწუთით აი გადავიდეთ და აქ ჩავწეროთ კიდევ რაღაცა ბრძანება მოდით ასეთი ბრძანება გავაკეთოთ ანუ რომელიღაცა სხვა რეგისტრია ვიღოთ აი
დავუმატოთ ზემოთ. მაგალითად RX-ი არ ვიყოთ. RX-ი არ უკვე EAX-ი ოღონ უკვე 64 ბიტიანი. და ჩავწეროთ ეგ აი აქ. ოკეი. მოდით ახლა დავაკომპილიროთ. გავადიდოთ ეს ყველაფერი რომ გამოჩნდეს ვიდეოშიც კარგად. და მე this. this. აი ნახოთ, აიყურეთ. აი ეს არის ოპერაციის კოდი, როგორც გითხარით და ესეც არის ოპერაციის კოდი. 8 არის RX-ი, E არის, ანუ E არის RSI. ანუ ეს არის, ანუ პრინციპში მართალი ვთქვი რა, იგივე მახსოვდა რომ იყო. მე მგონი, ანუ ეს რაც მე ვთქვი არის სრული ჭეშმარიტება. ანუ ესე იგი ეს არის ოპერაციის კოდი. აი ეს. ეხლა ოპერაციის კოდებს შორისაც არის ზომებში სხვადასხვაობა. ანუ ესეთია რა ინტელის პროცესორი. მაგალითად ARM-ის პროცესორში ესე არ არის. იქ თითქმის ყველა ბრძანება არის ერთი და იგივე სიგრძის და კარგია იმით, რომ ანუ პროცესორმა იცის უკვე რომ აი ეს ბრძანება არის აი ამ ხელა რა. თქვათ 64 ბიტია, იგივე 8 ბაიტია თქვათ, ხო ბრძანება. ყველა ბრძანება არის 8 ბაიტი, всё, იქ უკვე აღარ ფიქრობს, ეს რამდენია რა, რომელი ბრძანება, თუ ეს ბრძანება, მაშინ ეს ამ ხელა უნდა იყოს. ანუ ეგეთი რაღაცები აღარ აქვს საფიქრალი. ბრჭყალებში საფიქრალი ARM-ის პროცესორზე პირდაპირ მოაქვს ეგრევე და ასრულებს. ანუ ხო და Intel-ის პროცესორში, რადგანაც ბრძანებები სხვადასხვა ზომის არის, ჯერ უნდა იპოვოს ბრძანების ოპერაციის კოდი რა არის და მე უნდა წამოიღოს ეს ბრძანება რა, აი საშინელებაა რა. თვითონ ბრძანება რომ მოაქვს, თვითონ ეს პროცესორი არ აკეთებს, მაგრამ იქ მიკროსქემა აქვს, რომელიც აი მაგას აკეთებს, ანუ ოპერაციის კოდიდან უკვე ხდება ის ნაწილი. შეიძლება ეს პროცესორი, პრინციპში Intel-ის პროცესორშიც არის ზოგიერთ პროცესორში ეგა, ზოგი გარეთ არის. პროცესორის გარეთ არის. და აი ეგ ნაწილი ხდება, რომ რამდენი ბაიტია წარმოსახები და ეგ ნაწილი ვაფშე არ ჭირდება ARM-ის პროცესორს, ეგრევე მოაქვს რა, ამიტომ დრო არაფერში არ ეხარჯება. ამიტომ ARM-ის პროცესორი არის უფრო მარტივი, ანუ აგებული რა. Intel-ის პროცესორი რთულად არის აგებული, იმიტომ რომ აი ხვდებით რომ სხვადასხვა ბრძანებებს აქვს სხვადასხვა ზომა ბაიტებში, ამიტომ კაროჩე ტრანზისტორების რაოდენობაც მეტია, გაცილებით მეტი ვიდრე ARM-ის პროცესორში. იმიტომ რომ თვითონ მანქანური ARM-ის არის ესე ვთქვათ რაღაც თვალსაზრისით მარტივია, რაღაც თვალსაზრისით რთულია. წამოსაღებად მარტივია, მაგრამ შესასრულებლადაც პრინციპში მარტივია, უბრალოდ ადამიანისთვის გასაგებად არის ცოტა რთული. ვიდრე Intel-ის პროცესორი. ახლა აქ მაგალითად უცბად გავარჩიეთ რა არის, იქაც პრინციპში არ არის რთული, მაგრამ ცოტა არის რა. სირთულეც არ არის, ალბათ მიჩვევის ვარიანტიც არის. მოკლედ, სულ ეს არის, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. მე მგონი საინტერესო ვიდეო იყო თქვენთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაიმეოროთ, გაიაზროთ, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეთ. თუ რამე შეკითხვა გექნებათ, მომწერეთ კომენტარებში, ვეცდები გააქცეთ პასუხი. მომავალ შეხვედრამდე.